70-იანების ირანი არგავდა იმას, რასაც დღეს ხედავთ. თეირანი აღმოსავლეთის პარიზი იყო. ქალები ფერადი კავებით დადიოდნენ. ღამის კლუბები დასავლური მუსიკით იყო სავსე, ხოლო ეკონომიკა ყვაოდა. შაჰმა ქვეყნის სეკულარიზაცია მოახდინა. ქალების ხმის უფლება მისცა და სცადა ირანი თანამედროვე, ევროპული სტილის სახელმწიფო დექცია. სწორედ ამ სწრაფმა განვითარებამ გააჩინა ბზარი. მოსახლეობაში ეკონომიკური უთანასწორობა გაიზარდა. ღარიბები უყურებდნენ დიდრულ წვეულებას, ხოლო რელიგიური ფენა უყურებდა ამ ახალ ირანს და ხედავდა არა პროგრესს, არამედ გარყვნილებას და მათი ტრადიციების შეურაცხყოფას. შაჰმა მათთვის ზედმეტად სწრაფად ირბინა. ხალხი კი უკან დარჩა. სანამ შაჰი ევროპულ ირანზე ოცნებობდა, ჩრდილში უკვე ელოდა კაცი, რუჰოლა ხომეინი, რომელიც მზად იყო ეს ოცნება კოშმარად ექცია. ირანის ისლამური რევოლუცია დაიწყო კასეტებით და არა იარაღით. რუჰოლა ხომეინი ირანიდან გაძევებული იყო. შაჰი თვლიდა, რომ თუ მას ერაყში გადაასახლებდა, მარტივად შეძლებდა მის მოშორებას. მაგრამ ხომეინს სწორედ ამან მისცა სისტემაში ნაპრალების პოვნის შესაძლებლობა. ტელევიზია, რადიო და პრესა შაჰის კონტროლის ქვეშ იყო. ყოველი სიტყვა გადიოდა ცენზურას. შაჰის საიდუმლო პოლიცია სავაკი აკონტროლებდა სტამბებს და წიგნის მაღაზიებს. ეს ქმნიდა მთავარ ბარიერს რევოლუციის დასაწყებად. მაგრამ წარმატებულ დიქტატორს კრეატიულობის და ადაპტაციის ნიჭი უნდა ჰქონდეს. ერაყში განდევნილმა ხომეინმა იპოვა ამ სისტემაში სასიკვდილო ხარვეზი. მან გამოიყენა მარტივი ტექნოლოგია, აუდიო კასეტა. ეს იყო ინტერნეტის გამოგონებამდე. ხომეინი იწერდა თავის ქადაგებებს იაფასიან კასეტებზე. ეს არ იყო მოსაწყენი რელიგიური ლექციები, არამედ პოლიტიკური დენთი. ის ადარებდა შაჰს იაზიდს, შიიტურ ისლამში ყველაზე საძულელ ტირანს, რომელიც მუჰამედის შვილიშვილი მოკლა. ამ მეტაფორამ ირანელებს მარტივი იდეა ჩაუნერგა თავში. შაჰი არ იყო უბრალოდ ცუდი მეფე, ის იყო ღმერთის მტერი. ეს ჩანაწერები ირანში მის მხარდამჭერებს ჩუმად შეჰქონდათ. მალავდნენ ხილის ყუთებში, ტანსაცმელში ან პირად ბარგში. როგორც კასეტები საზღვარს კვეთდნენ, იწყებოდა მათი ვირუსული გავრცელება. მეჩეთების სარდაფებში მისი მხარდამჭერები ამზადებდნენ ასლებს. ერთი კასეტიდან დილისთვის უკვე 1000 კასეტა ჩდებოდა. ამ დროს შაჰი ტელევიზიით გამოდიოდა. იჯდა ოქროს ტახტზე, ძვირადღირებულ ტანსაცმელში და ლაპარაკობდა მაღალფარდოვანი სიტყვებით, ხოლო ხომეინის ხმა უშუალო იყო. ის თითქოს პირადად შენ გელაპარაკებოდა, დაბალი ხარისხის, შიშინას ჩანაწერებით, როგორც მამა ან ბაბუა. ეს ხრიკი დიქტატორებისთვის ხშირია. თუ შენ დაიპყრობ ხალხის გონებას, მათი სხეულები თავად გამოყვებიან. ირანის რევოლუცია მხოლოდ კასეტებმა არ მოიტანა. შაჰის დასამარცხებლად ხომეინს სჭირდებოდა არმია, თუმცა მას პრობლემა ჰქონდა. ირანში მასთან ერთად შაჰის წინააღმდეგ ბევრი სხვა ჯგუფი იბრძოდა: კომუნისტები, სოციალისტები და ლიბერალები. მისი რადიკალური რელიგიურობა მოსახლეობის დიდ ნაწილს აშინებდა. შედეგად მან გადაწყვიტა მათთვის სწორედ ისეთი სახე ეჩვენებინ, როგორც მათ სურდათ. ის გახდა ერთგვარი ჯადოსნური სარკე, სადაც ყველა იმას ხედავდა, რაც სურდა. 1978 წელს ხომეინი პარიზში გადავიდა. ის დასავლურ მედიასთან საკუთარ თავს განდის მსგავს ფიგურად აჩვენებდა. დასავლეთის და ირანულ ლიბერალებს უთხრა, რომ ის მხოლოდ სულიერი ლიდერი იქნებოდა და დემოკრატიას დაუჭერდა მხარს. ხოლო სოციალისტებს და კომუნისტებს დააჯერა, რომ მათი საერთო მტერი კაპიტალიზმი და ამერიკული იმპერიალიზმი იყო, ხოლო ისლამი და მარქსიზმი ერთმანეთთან სრულიად თავსებადი იდეები. ამ ტაქტიკამ იმუშავა. თეირანის ქუჩებში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ქალები ფერად მინიკაბებში, ჩადრებში გამოწყობილ ქალებთან ერთად იდგნენ და ყვიროდნენ სიკვდილი შაჰს. წითელი კომუნისტური დროშები ისლამურ დროშებთან ერთად ფრიალებდა. ყველა ჯგუფს ხომეინი მათი ინსტრუმენტი ეგონა. სინამდვილეში ისინი საკუთარი ჯალათის მხარდამჭერები იყვნენ. შაჰის იმპერია იშლებოდა. გარე მოკავშირეები ნაკლებად უჭერდნენ მხარს. ხალხი კი გაბრაზებული იყო. 1979 წლის 16 იანვარს შაჰმა ირანი დატოვა. ის წავიდა დასასვენებლად, თუმცა ყველა მიცოდა, რომ ეს საბოლოო დანებება იყო. ორ კვირაში თეირანში ხომეინის თვითმფრინავი დაეშვა. 5 მილიონი ადამიანი მის დასახვედრად შეიკრიბა. ხალხი მას ელოდა როგორც მხსნელს, მაგრამ თვითმფრინავში მომხდარი ეპიზოდი ზუსტად გვიჩვენებს მის სახეს. როდესაც ჟურნალისტმა კითხა თუ რას გრძნობდა ის 15 წლიანი განდევნის შემდეგ, მან ცივად უპასუხა: არაფერს. ხომეინიმ დაიწყო პარალელური სახელმწიფოს მშენებლობა. მან უთხრა ჯარს: თუ თქვენ ესვრით ხალხს, თქვენ ესვრით ყურანს. 11 თებერვალს არმიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ირანის შაჰი საბოლოოდ დამარცხდა. სწორედ აქ დაიწყო დიდი ღალატი. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ხომეინს არ სჭირდებოდა შეუძლებელი კოალიცია. ლიბერალები და სოციალისტები, რომლებიც მის დაბრუნებას ეიმობდნენ, მალევე მიხვდნენ, რომ შაჰის ნაცვლად ბევრად უფრო დაუნდობელი ტირანი მიიღეს. ხომეინიმ ჩამოიშორა მტრები. შაჰის გენერლები შენობების სახურავებზე დახვრიტა. სისხლი პირდაპირ ქუჩებში ჩადიოდა. შემდეგ კი ღალატის საბოლოო ლურს მაინ დააჭედა. მან გამოაცხადა რეფერენდუმი, სადაც მარტივი კითხვა იყო: გსურთ თუ არა ისლამური რესპუბლიკა? ბიულეტენები წითელი და მწვანე იყო. ხმის მიცემა საჯაროდ დასანახი. ყველა მიცოდა რა მოხდებოდა არასწორი ფერის არჩევის შედეგად. ისლამური რევოლუციის შემდეგ ხომეინის დიქტატურის შენარჩუნება სჭირდებოდა.
ჯგუფები ვისთან ერთადაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მის წინააღმდეგ ემზადებოდნენ. მას ჭირდებოდა რაღაც, რაც ხალხს მის გარშემო შეკრებდა და ოპოზიციას გააჩუმებდა. მას ჭირდებოდა დიდი მტერი. 1979 წლის 4 ნოემბერს რადიკალმა სტუდენტებმა თეირანში ამერიკის საელჩო აიღეს და 42 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. თავიდან ეს მხოლოდ სტუდენტური აქცია იყო, მაგრამ ხომეინიმ მასში ოქროს შანსი დაინახა. ამას მეორე რევოლუცია უწოდა. 454 დღის განმავლობაში მსოფლიო ამ კრიზისს უყურებდა, თუმცა საელჩოს გარეთაც დიდი ტრაგედია ხდებოდა. ხომეინიმ ძევლების კრიზისი იარაღად აქცია. მან გამოაცხადა, რომ ირანი დიდი სატანის, ამერიკის თავდასხმის მოლოდინში იყო, ვინც დემოკრატიას ან ადამიანის უფლებებს ახსენებდა ამერიკის აგენტად და ჯაშუშად ინათლებოდა. ამერიკის სიძულვილმა ხომეინის მისცა საბაბი, დაიხურა ყველა პარტია ან ოპოზიციური მედია, რათა დაეწყო კულტურული რევოლუცია. უნივერსიტეტები 3 წლით დაკეტა, რათა დასავლური გავლენისგან გაეწმინდა. ათასობით ლექტორი და სტუდენტი ციხეში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი. ხომეინის პირადი არმია, რომლის ერთადერთი მიზანიც რეჟიმის დაცვა იყო. ძევლების კრიზისის დასრულებისას უკვე აღარ არსებობდა განსხვავებული აზრი. მან გარემტრის ხატი პირადი მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. აწიშენ ან მისი ერთგული იყავი, ან უცხო ქვეყნის აგენტი. აიათოლა 1989 წლის ივნისში კვდება. ხომეინის სიკვდილი სისტემაზე სასიკვდილო განაჩენი უნდა ყოფილიყო. ისლამური რესპუბლიკა უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის მქონე პირს უნდა ემართა. თუმცა ხომეინის ოფიციალური მემკვიდრე აიათოლა მონტაზერი მან სიკვდილად რამდენიმე თვით ადრე მოხსნა, რადგან მან გაბედა და ათასობით პატიმრის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. ხომეინი ისე მოკვდა, რომ სისტემა ლიდერის გარეშე დარჩა. აიათოლების საბჭო ჩიხში შევიდა. მას ჭირდებოდა თვინმე, ვინც რეჟიმს შეინარჩუნებდა, მაგრამ ერთადერთი კანდიდატი ალი ხამეინი არ ფლობდა საჭირო რელიგიურ სტატუსს. შედეგად კი ლიდერობის კონსტიტუციური უფლება არ ჰქონდა. როდესაც საბჭოზე მისი კანდიდატურა წამოაყენეს, ხამეინი ტრიბუნალზე ავიდა და განაცხადა, რომ ის ამისთვის მზად არ იყო და მისი არჩევა რელიგიური კატასტროფა იქნებოდა. ამავდროულად მან და მისმა მომხრეებმა დაბლოკეს იდეა, რომ ქვეყანა სამკაციან საბჭოს ემართა. ხამეინს მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა აწყობდა. აქ ჩნდება აკბარ ჰამეში რაფსანჯანი, მეტსახელად ზვიგენი. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო და განაცხადა, რომ სიკვდილამდე ხომეინიმ პირადად უთხრა, რომ ხამეინი ლიდერობისთვის შესაფერისი იყო, ყოველგვარი წერილობითი დასტურის გარეშე. ეს იყო დიდი პოლიტიკური გადატრიალება. ხამეინის დროებითი მმართველის პოზიცია მისცეს, ვიდრე კონსტიტუციიდან რელიგიურ მოთხოვნილებას ამოიღებდნენ. შემდეგ კი უმაღლესი მმართველის ტახტი ჩააბარეს. ავტორიტეტის გასამყარებლად სახელმწიფო პროპაგანდამ ის ერთ ღამეში გამოაცხადა აიათოლად. ყოველგვარი რელიგიური იერარქიის გავლის გარეშე, ვინც ამის წინააღმდეგ აზრი გამოთქვა და ისაჯა. რაფსანჯანის ეგონა, რომ ხამეინი მისი მარიონეტი იქნებოდა, თუმცა მან შექმნა მონსტრი, რომელიც მასვე გაანადგურებდა. აიათოლა ხამეინის შემდეგი ნაბიჯი მისი მხარდამჭერის მოშორება იყო. დიქტატორის სახელმძღვანელოში არის ერთი კანონი: თუ ვინმე დაგეხმარება ტახტზე ასვლაში, ის შენი ყველაზე დიდი საფრთხეა. მან იცის შენი სისუსტეები, მან იცის, როგორ მიიღე ძალაუფლება და მას გონია, რომ შენი მართვა შეუძლია. ხამეინისთვის ეს ადამიანი აკბარ ჰამაში რაფსანჯანი იყო. 1990-იან წლებში რაფსანჯანი ირანის პრეზიდენტი გახდა. მას ეჭირა ფინანსები, აღმასრულებელი ხელისუფლება და მას ეგონა, რომ ხამეინი მხოლოდ სასულიერო სიმბოლო იქნებოდა, რომელიც მის ბრძანებებს შეასრულებდა. ხამეინიმ კი დაიწყო ჩრდილოვანი სახელმწიფოს მშენებლობა. მან შექმნა უზენაესი ლიდერის ადმინისტრაცია, სტრუქტურა, რომელიც არც ერთ კანონს არ ექვემდებარებოდა. მან დაიწყო სადაზვერვო სამსახურების და სასამართლოების პირდაპირი კონტროლი. სანამ რაფსანჯანი ეკონომიკურ რეფორმებზე და დასავლეთთან ურთიერთობებზე ფიქრობდა, ხამეინი სისტემურად აშორებდა მას რეალურ ძალაუფლებას. მან რაფსანჯანის ახლობლების წინააღმდეგ კორუფციული საქმეები აღძრა. მისი შვილები ციხეში ჩასვა და ნელ-ნელა მისი სახელი სახელმწიფო მედიიდან გააქრო. რაფსანჯანიმ, რომელიც ერთ დროს ირანის ყველაზე ძლიერ კაცად ითვლებოდა, სიცოცხლე იზოლაციაში დაამთავრა. ხამეინიმი საკუთარ რეჟიმში უცხო სხეულად აქცია. მან დაამტკიცა, რომ დიქტატურაში მადლიერება არ არსებობს. რაფსანჯანი 2017 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, საკუთარ აუზში. მაშინ, როცა ხამეინი უკვე აბსოლუტური მონარქი იყო. ამით დასრულდა ზვიგენის ეპოქა და დაიწყო გადარჩენილის ერთპიროვნული მმართველობა. ხამეინი მაჩვენა, რომ დიქტატორი უნდა იყოს მშვიდი, რომელიც მოთმინებით ელოდება მომენტს, როდესაც მის ძველ მეგობრებს ჩამოიშორებს. ახალ აიათოლას არ ქონდა მისი წინამორბედის ქარიზმა ან ხალხის ბრმა მორჩილება. შედეგად გადაწყვიტა მისი ყიდვა. ხამეინი მიცოდა, რომ მხოლოდ რელიგიური ლოზუნგებით არ იმას ვერ გააკონტროლებდა. მას სჭირდებოდა ძალა, რომელიც მისთვის ყველაფერზე წავიდოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი, ქვეყნის უმდიდრეს მაფიად ექცია. ხამეინიმ გუშაგებს გადასცა ირანის ეკონომიკის გასაღები. დღეს ეს სამხედრო ორგანიზაცია აკონტროლებს ყველაფერს. ნავთობის მოპოვებას, მშენებლობას, ტელეკომუნიკაციებს და აეროპორტებსაც კი. მათ ხელში ქვეყნის მშპ-ს თითქმის 50%. ხამეინიმ შექმნა სისტემა, სადაც გენერლები არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ მილიარდერი ბიზნესმენები არიან. ეს არის დიქტატორის ყველაზე მყარი გარანტია. გუშაგები რეჟიმს იცავენ არა იმიტომ, რომ ხამეინი უყვართ, არამედ იმიტომ, რომ მისი დაცემით ისინი თავიანთ ქონებას, ბიზნესებს და გავლენას დაკარგავენ. ხამეინიმ არ მიაქცია კორპორაციად, რომლის მეწილეს თავად არის. როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, ეს მილიარდერი გენერლები მათ დაუნდობლად ხვრედენ, რადგან ისინი საკუთარ საფულეებს იცავენ. ხამეინიმ დაამტკიცა, რომ იარაღი უფრო ეფექტურია, როდესაც ოქროთია დაფარული.
ხამენიმ გადაწყვიტა, რომ თუ მკვლელობას ვერავინ ვერ ხედავს, მის თითქოს არ მომხდარა. 2019 წლის სისხლიან ნოემბერში, როდესაც საწვავის ფასის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რეჟიმმა ირანი გლობალურ ინტერნეტს 154 საათით მოწყვიტა. სრულ ინფორმაციულ სიგნალებში გუშაგებმა ქუჩაში 1500-ზე მეტი ადამიანი დახვეწეს. ამ სისასტიკის ამსახველი კადრები მსოფლიომ მხოლოდ კვირების შემდეგ ნახა, როცა პროტესტი უკვე სისხლში იყო ჩახშობილი. 2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ ხამენი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ტერორი მაღალტექნოლოგიური გახადა. მან გამოიყენა ჩინური სახის ამომცნობი კამერები, რათა პროტესტის მონაწილეები მეთოდურად ეპოვნა, დაეპატიმრებინა და შემდეგ საჯაროდ ჩამოეხრჩა. ამჯერად ის მხოლოდ ტყვიებს არ სჭირდებოდა, მან დაიწყო დემონსტრაციული სიკვდილით დასჯა, რათა შიშით დაეთრგუნა მოძრაობა. დღეს ირანში კვლავ მიმდინარეობს პროტესტი, თავდაპირველად ეკონომიკური პრობლემის საბაბით დაიწყო, თუმცა მალევე გადაიზარდა გაცილებით მწვავე პროტესტში და მრავალ ქალაქში გავრცელდა. აიათოლა მათ პროტესტს უცხოური გავლენებით მოტივირებულს ეძახის, თუმცა ხალხის ბრაზი აშკარაა. სავსებით შესაძლოა ეს ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს. ზოგიერთი წყარო იუწყება 20,000 მოკლული შესახებაც კი, თუმცა ინფორმაცია რთულად გამოდის ინტერნეტის ჩახშობის შედეგად. როდესაც დიქტატურა ქუჩებში ხოცვით და ომის შიშით სუნთქავს, მისი დასასრული გარდაუვალია. კედლები, რომლებიც ხამენიმ საკუთარ ხალხის წინააღმდეგ აღმართა, უკვე ბზარებითაა დაფარული. შემდეგ შეხვედრამდე და იმედი მაქვს ამ ვიდეოს დასასრულს მალე რეალობაში ვიხილავთ.